მოგესალმებით ბატონო რეზო, პირველ რიგში გილოცავთ დღევანდელ დღეს, წმინდა ევსტათეს ხსენების დღეა, მადლობა მობრძანებისთვის. თქვენი აზრით, გარდა იმისა, რომ დღეს რა თქმა უნდა ყველა აღნიშნავს წმინდანის დღეს, როგორც ყველა მართლმადიდებელი ქართველი და ქრისტიანი, გარდა მაგისა, აი ჩვენთვის უბრალოდ მონადირეებისთვის რას შეცვლით ეს, რამდენად მნიშვნელოვანია ყველა იმ მონადირისთვის, ვინც დღეს მოვა, ვინც დღეს გვესტუმრება და ამ ტრადიციას ჩვენ დავაფუძნებთ, გავაგრძელებთ, უბრალოდ მონადირეების შეკრებას, გარდა იმისა, რომ აღნიშნავთ წმინდანის დღეს, მონადირეების შევიკრიბებით ხოლმე, იმიტომ რომ ევსტათია იყო მებრძოლების და მონადირეების მფარველი. თქვენი აზრი გვაინტერესებს უბრალოდ. ბატონო, აუცილებელია მონადირეების ასეთგვარი შეკრება, ჩვენი აქტიურობა არ უნდა იყოს მხოლოდ ნადირობა, რა თქმა უნდა. ნადირობას აქვს თავისი დიდი დატვირთვა, ეს არის ცხოვრების ჯანსაღი წესი პირველ რიგში და ჩვენ ხელშია ის, რომ შემდეგ თაობას მივცეთ ალტერნატივა გარდა იმ ზოგიერთი არ მინდა ჩამოვთვალო ზოგიერთი ცნობებისა და მიდრეკილებებისა. ჩვენ შეგვიძლია ვურჩიოთ ახალგაზრდებს ნადირობა როგორც ცხოვრების ჯანსაღი წესი. მოგვაძონ და მიგვდიო. მაგრამ ამისთვის აუცილებელია რომ იყოს ნადირის და ფრინველის და ნადირობა ხდებოდეს წესით, წესრიგით და დაცვით. ხო, წესთა დაცვით, ამისთვის აუცილებელია რომ ამრავლებდეთ ნადირ ფრინველს. ხო. ეს ზოგადად. რაც შეეხება დღევანდელ დღეს წმინდა ევსტათის ხსენების დღეა. ეს მხედართმთავარი რომის იმპერიაში უდიდესი ისტორიის უდიდესი იმპერატორების პერიოდში ტიტუსისა და ტრაიანესი ცნობილი მხედართმთავარი ახოვანი კაცი და დიდი მონადირე, რომელიც მშვიდობიანობა როცა იყო ნადირობდა თუ არ და სულ ომობდა და მას შეხვდა ნადირობისას ქორბუდა, რომელსაც დაუმიზნა და უცბად ლეგენდის მიხედვით მან ადამიანის ენით უპასუხა კითხა უბრალოდ რატომ დევნი რა სმერჩი და ვინახარო როცა კითხა ევსტათიმ, რომელსაც მაშინ სხვა სახელი ერქვა და იყო მხედართმთავარი და მონადირე, მან უთხრა რომ აგზნობინა რომ მას გამოეცხა და მაცხოვარი თორქებს შორის გამოესახა მანათობელი ჯვარი და სრულიად შეიცვალა იმ წამიდან მისი ცხოვრება. ეს მხედართმთავარი გადაიქცა ევსტათეთ ქრისტიანად, მან დაკარგა ყველაფერი, დაკარგა თავისი გავლენა, დაკარგა ქონება, დაკარგა ახლობლები, ნაეცავები. ესე გვეუბნება ლეგენდა. თუმცა ბიოგრაფიაში როგორც ჩანს, შემდეგ მისი მეორე კიდე ცხოვრება იწყება, ისევ ბრუნდება არმიაში. ეს პერიოდია, როცა რომის იმპერიას ეტყობა ძალიან გაუჭირდა, როცა იყო ჩრდილოეთიდან შემოსევები. დაბრუნდა არმიაში, დაბრუნდა როგორც ქრისტიანი მხედართმთავარი. აი ამ ისტორიის გამო წმინდა ევსტათე არის მიჩნეული წმინდანად, მფარველად მონადირეთა. წესიერ, კანონიერ, ღვთისმიერ მონადირეთა. ვინც მისდევს იმ წესებს, რომლებიც თუნდაც მამაპაპებმა დაგვიტოვეს. ვაღიაროთ, ჩვენი მამაპაპების დროს ნადირი ბევრად მეტი იყო საქართველოში ვიდრე ჩვენ დროს. და იმათი მამაპაპების დროს კიდევ მეტი. ეს არ არის დამოკიდებული მარტო თოფზე, ეს არის დამოკიდებული წესიერად, კანონიერად ნადირობაზე. ჩვენ შეგვიძლია დავატრიალოთ აგრეთვე ჩვენი ნადირობის გეოგრაფიაში. ყოველივე დავიწყოთ. მოშენება დავიწყოთ, გამრავლება, რომ ჩვენ შვილებსაც მივცეთ ეგ შანსი, რომ იცხოვრონ ცხოვრების ჯანსაღი წესით. მოგესალმებით, მეგობრებო. ეხლა აქ შედარებით მოკლე შემადგენლობა ვართ რიცხობრივად. კიდე მეორე ნაკაცაც ველოდებით, რა თქმა უნდა, დღეს არის ძალიან დიდი დღე, გილოცავთ კიდევ ერთხელ ყველას. წმინდა ევსტათი პლაგიდას ხსენების დღეს. ეს დღე ალბათ უნდა ჩაიწეროს ისტორიაში, მონადირეების, ესე ვთქვათ, საქართველოში. და გვინდა ჩვენ კლუბს, ყველა კლუბთან ერთად, რომ რაღაცა გარკვეული ესეთი ლამაზი დღე დაწესდეს რა. ამიტომ პრედისტორია ესეთია, ახლა მარტივად რომ მოგახსენოთ, ალბათ იცით ყველა. მოკლედ ჩვენი კლუბის და კონკრეტულად ბექა სამხარაძის ინიციატივით, ჩვენი ერთ-ერთი ძმაკაცის და წევრის
დაიწერა ხატი დიდმოწამე ევსტათის პაკიდასი. Რა თქმა უნდა, ლოცვა კურთხევით და ეს ხატი შეიწირა საგურამოს მარიამ ღვთისმშობლის სახელობის მამათა მონასტერში, ესე ვთქვა, დაბრძანდა. აქ მამა გაბრიელია და დიდი მადლობა მინდა მას და მის საძმოს გადაუხადო პირველ რიგში ამ ყველაფრისთვის და დღევანდელი დღე 3 ოქტომბერი არის ამ ხატის და ამ წმინდანის ხსენების დღე და ამიტომ შევიკრიბეთ ყველა ერთად. ჩვენი მიზანი არის პირველ რიგში ამ ბანერზე მე მგონი ცხადია უკვე მიზნის ესე ვთქვათ პირველი საფეხური. რო გვინდა რომ სამონადირეო საძმო იყოს ერთიანი და რაღაც ერთმანეთს პატივს სცემდნენ, ერთმანეთს ვიცნობდეთ და არ არის მარტო ტყე და მთა და მინდორი, სადაც ერთმანეთს უნდა შევხვდეთ. და რა ვიცი, ესეთი განზრახვა ქონდა, რომ ერთმანეთი გავიცნოთ, ერთმანეთს გვერდში დაუდგეთ, ერთმანეთს მივეხმაროთ, ერთმანეთს პატივი ვცეთ და ასე შემდეგ რა. გიყვარდეს მოყვასი შენი, ოღონდ მეგობრები ამ შემთხვევაში არიან მონადირეები. და ეხლა რადგან ორ ნაწილად იყო ჩვენი აქტივობა გაყოფილი, წირვაზე ხა ყველამ ვერ შეძლო მოსვლა, თან ცოტა შეიძლება ისეთი გზა არის, ამიტომ ვინც ეხლა მოსულები არიან, რა ვიცი, ალბათ იდეა გვაქვს ესეთი, რომ პირველ რიგში გავიცნოთ ერთმანეთი, რა ვიცი, ვიცოდეთ ვინ ვართ, ვინსად ვნადირობთ, ვინსად რაღაცას მოღვაწეობენ და ასე შემდეგ. აქ არის წარმოდგენილი, როგორც ვთქვი, ჩვენ ვართ კლუბი იბერია, ცოტა დახურული, ცოტა უცნობი, ცოტა ნაცნობი, არ ვიცი ახლა ვიღაცა გვიცნობს, ვიღაცა არ გვიცნობს, ჩვენც ასე ყველას და მე პირველ რიგში კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაგიხადო და ასევე მინდა ბოდიში მოუხადო საზოგადოებას იმისთვის, რომ ყველა შეიძლება ჩვენც არ ვიცნობთ და ამიტომ ყველა შეიძლება დღევანდელ დღეს ვერ დავპატიჟეთ. თუმცა ინტერნეტში, Facebook-ში, სოციალურ ქსელებში ესე ვთქვათ, ყველამ გავაშიარეთ და ეს ინფორმაცია რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო. აგერ არის კვალი 2025, აბიჭებო, დავითი ბატონი აგერ, ჩოკოლაშვილი, ზაზა, სოლომნიშვილი, ეს ხალხი ცნობილი მონადირეები არიან და რავი, ყველა იცნობს მთაში და რაღაცა უფრო აქეთ ცხეთამთიანეთის მხარეს განსაკუთრებულად თაზო გარიშვილი, გოგა აგერ, ჩვენი ძმა კელაპტრიშვილი, შალვა აგერ არის და კიდე ყავთ ამათ კარგი ბიჭები, იქ მე ვიცნობ ბევრს. ეს ხალხი არის აგერ, რომლებიც მზად არიან ყოველთვის რაღაცა ადამიანს უმასპინძლონ, გულში ჩაიკრან და მე რამდენჯერაც ამათთან ნამყოფი ვარ. იქით რამდენჯერაც უმასპინძლიათ, აი რომ იტყვიან, მადლობელი არ ვარ მარტო, აი რაღაცა აღთოვანებულიც ვარ ამათი მასპინძლობით. აგერ რავი ბიჭებო, თქვენს წარმოგვიდექი. გენაცვალეთ, ესაც ძალიან კარგია, სხვათა შორის ყველასთვის ყველაზე ერთ-ერთი ნამდვილად სასიამოვნო არის, რომ კლუბის გარდა ყველა ვინც გაიგო რომ მობძანდა რა და ეს არის საწინდარი იმისი რომ რაღაცა ერთიანობა რა თქმა უნდა ძალა ერთობაშია საქართველოს ჩვენ გვიწერია ჰიმნზე და ჩვენი ასე ვთქვათ შინაგანი ესეთი დევიზია ეს და რავი ყველა ენაცვალეთ აუცილებლად უნდა გავიცნოთ ერთმანეთი ერთადაც ვინადირებთ ერთადაც სუფრაც მოგვიწევს ესე ვთქვათ და ოფროუდიც ესე რომ რა ვიცი მოკლედ გამარჯობა პატივცემულო ბექა გაგიმარჯოს პატივცემულო დღეს ახლა მაყურებელს მინდა უთხრა ესეთი რაღაც დღეს ვიყოფებით საგურამოს ბზიანის მამათა მონასტერში და ვაკეთებთ ძალიან კი ბატონო ვაკეთებთ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს მე ვიტყვი საქართველოს ისტორიაში ოქროს ზაფებით ჩაიწერება ეს ჩვენი დღე ამ ყველაფრისთვის მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ როგორც კლუბი იბერიას წარმომადგენელს და კლუბ იბერიას რათა ეს საქმე მოიტანეს აი ამ ულამაზეს დღემდე დღეს ჩვენთან ერთად არიან ბევრი ჩვენი მეგობარი, მონადირეები, უცხო ადამიანები. ყველაზე კარგი რაც გააკეთეთ, ჩემი აზრით ის არის, რომ კლუბების გაერთიანება მოახდინეს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, კი. კი. პირველ რიგში მადლობა თქვენ ამ ყველაფრისთვის და იმედია ეს იმ დიდი საქმის საწინდარი იქნება, რაც ჩაფიქრებული გაქვთ და გვაქვს რა. მონადირეები ყველა ერთმუშტად უნდა ვიყოთ შეკრულები ჩემი აზრით და რაც ყველაზე მთავარია ეს მარტო ნადირობისთვის და მონადირული კანონებისთვის კი არ არის, ეს არის სრულიად საქართველოსთვის ძალიან კარგი საქმე, რომ ამდენი იარაღით ასხმული ადამიანი ერთმანეთთან მეგობრობთ და ყველაფრისთვის მზად ვართ. კი ბატონო. რომ ჩვენ ქვეყანაში იყოს მშვიდობა და ასე შემდეგ. ნამდვილად შემოირაკლე მე ორ სიტყვას ვიტყვი რომ ეს დღე იბერიამ ჩაიფიქრა რამოდენიმე წლის წინ, უბრალოდ ამ ხატის დაწერა, მე ამ ხატის დაწერას მოყვა შესაბამისად ამ წმინდანის ხსენების დღე და შესაბამისად დღევანდელი დღე არის ამ ყველაფრის შედეგი რა. მე ხმათ ვარ დარწმუნებული რომ ეს უფრო დიდ მასშტაბებს მიიღებს გარკვეული პერიოდის მერე, აქ მნიშვნელოვანი არის მეგობრობა პირველ რიგში კლუბების გაერთიანება, მონადირეების გაერთიანება ძალიან მიხარია დღეს ჩვენ შემოგვიერთენ საერთო ისეთი მონადირეები, რომლებიც არც ერთ კლუბში არ ირიცხებიან და
ასე ვთქვათ, თვითონ მოიპოვეს ინფორმაცია და დღევანდელი დღის შესახებ გაიგეს და შემოგვიერთდნენ და ეს წმინდანი არის ისეთი ძლიერი წმინდანი, რომ ნამდვილად ყველა მონადირის მფარველი იქნება და მიხარია რომ ეს ხატი პირველად დაიწერა საქართველოში, ისტორიული დღე არის დღეს და შეგრძნება მაქვს ეგეთი რომ რაღაც ისეთ ისტორიულ მომენტს ვესწრებით რომ ეს დღე პირველად აღინიშნება საქართველოში და მე ღრმად ვარ დარწმუნებული რომ იბერია, სხვა კლუბები, თქვენი კლუბი, ჩემო ირაკლი და ბიჭები ყველანი ვინც ამ საქმის მოყვარულები არიან, რას ნადირობა ქვია საქართველოში და კულტურული ნადირობა რასაც ქვია, კიდევ უფრო მეტ ხიბლს შეძენს ამ დღეს მომავალში და შემდეგში რა, ეს არის ჩვენი მიზანი. ერთობა და კარგი ლამაზი დაუვიწყარი დღის გატარება რა, ღვთისყალობით და ღვთისმფარველობით, აგერ ჩვენი მამაოს შემწეობით. მოკლედ დღეს შევიკრიბეთ კარგ ადგილას მონადირეები. ბევრი უცხო პიროვნებაა, მაგრამ როგორც ყოველთვის ქართველობა და ღმერთი აერთიანებს და დღეს ევსტათი პლაკიდას ხსენების დღეა. მოგვეხსენება ყველა ჩვენთაგანს და ვართ ამ ღირსშესანიშნავ დღეზე, წმინდანის დღეს აღვნიშნავთ. ისევ სიწმინდით და ქრისტიანობით ვაპირებთ, რომ გავერთიანდეთ მონადირეები და ვიყოთ ღირსეული პიროვნებები ცხოვრების წესით, როგორც ნადირობაში, ისე საზოგადოდ და მოკლედ ეს არის ჩვენი მიზანი ამ ერთობის დღევანდელი დღის აღნიშვნის და რავი ღმერთმა გვამრავლოს. რაც მეტი ვიქნებით, მით უკეთესი იქნება ეს ყველაფერი, რაც მეც შემოვიკრიბავთ გარს და სწორ მიზნებს, სწორ ხედვებს, სწორ კონცეფციებს შევკრიბავთ და საზოგადოდ გავავრცელებთ, ალბათ ბევრს გადმოვიბირებთ. ჩვენსკენ კარგი გაგებით გადმობირების კუთხით და რა ვიცი, გამოადგება ქვეყანას, დარჩება ისტორიას და დამწყებებისთვის და შემდგომი თაობებისთვის იქნება სამაგალითო, როგორ დავიწყეთ და რატო უნდა მოუარონ მერე იმ ყველაფერს. იგივენაირად გადმოგვეცა ჩვენც, ჩვენი წინაპრებისგან, მაგრამ მაშინ არ იყო ამხელა გაქანება, რომ ჩაწერილი იყო, მაშინ ალბათ უფრო წიგნად იწერებოდა და წიგნს ბევრი არ კითხულობს დღეს და ჯობია რომ ასე ვიდეო ჩანაწერებით მივიდეთ ადამიანებამდე ჩვენი სწორი საკეთებლით. ამისი თქმა მინდოდა დღეს ბატონო ჩემო რა. ბატონი ვალიკო არის კლუბ იბერიას კოლორიტი წევრი რა. რა ამბავში, აქ რასაც ხედავთ, უმეტესილად მისი შემოქმედება არის. ოღონ რა კუთხით, მონადირებული. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ასევე თქვენ, რომ ესეთ ლამაზ დღეს ჩაუყარეთ საფუძველი, თქვენი დამსახურებაა. ეს წმინდანი აქამდეც არსებობდა, ინფორმაციები ძალიან მწირი იყო, მაგრამ დღეიდან 3 ოქტომბრიდან მთელმა საქართველომ გაიგო წმინდანის შესახებ, რომელიც მფარველი არის მონადირეების და ასევე მეომრების. როგორც ძალიან ეხლა რა მინდა იცი რომ თქვა, საქართველოში არის დასაარსებელი მონადირის დღე. და რადგან ესეთი დღე არსებობს წმინდანის სახით და რადგან ესეთი დღე 3 ოქტომბერი უკვე გამოიკვეთა და ჩვენ აქამდე მოვედით ეს დიდი რაღაცა ისტორიული რაღაცა გავაკეთეთ, მინდა რომ მთავრობამაც ალბათ გაითვალისწინოს და ჩვენი დღე მონადირეების დღე 3 ოქტომბერი ოფიციალურად დაარსოს და დააწესოს და ძირითადი შემოქმედება რაც აქვს ამ საქმეს ახლა ჩვენ რასაც ვაკეთებთ და აქამდე მოვედით ბევრი ახსნეს ბიჭებმა წმინდანზე ყველაფერზე, მაგრამ ჩვენ ვართ დიდი ხნის მონადირეები. ისე თუ ასე ერთი 25-27 წელია რომ ნადირობ მაგალითად და ჩემი ასაკის სტაჟი გაქვს. ხო, და ესე იგი რა ხდება, იცი ჩვენ არასწორი მიმართულებით ნადირობდით აქამდე და არასწორი შეხება გქონდა ნადირობასთან, ფრინველთან, ცხოველთან და დღეს ვცდილობთ რომ ეს ყველაფერი ჯერ ჩვენ ვისწავლოთ სწორი ნადირობა, სწორად ნადირობა და მერე ჩვენ მომავალ თაობას ხვალიდელ მონადირეებს გადავცეთ ისეთი სახით, რასაც ქვია სწორად ნადირობა და მოვლა არა მარტო ხოცვა, მოვლაც და გაშენებას და ყველაფერი და ამ ყველაფერში დიდ მონაწილეობას მივიღებთ ჩვენი კლუბი და თქვენი კლუბი და ყველა ჩვენ კი ბატონო. კლუბები დასწავარია გავერთიანდით, ერთი ვართ, ერთად ვიქნებით და ერთად აი საქმეს ავაკეთებთ. კი ბატონო, თქვენ ბევრი გაქვთ გაკეთებული თქვენს კლუბს განსაკუთრებით, ასევე ლეგიონს აღარ დავიწყებ კიდე სხვა კლუბებს, რომლებიც თქვათ
ასაკით ჩვენზე დიდი ხართ, შესაბამისად გამოცდილება ნადირობის კუთხით ჩვენზე ბევრად მეტი გაქვთ, მოვლილი გაქვთ არაერთი ევროპის განვითარებული ქვეყანა, ნანახი გაქვთ ის ყველაფერი, რაც ჩვენ უნდა ვნახოთ. მაგრამ ბევრს არ აქვს თქვა საშუალება, რომ უცხოეთში წავიდეს და იქ ნახოთ და თქვენ რომ საქართველოში დანერგავთ ამ თემას. ზუსტად რომ ის აქ ჩამოვიტანეთ, ის აქ მოგვაქვს და ვცდილობთ რომ ის ყველაფერი სწორად გაკეთეს ხვალ და ვიღაცამ მკვლელები არ გვიძახოს Facebook-ზე და სოციალურ ქსელებში და ეს უნდა იყოს არა მარტო მონადირება, ხოცვა და ჟლეტო, უნდა იყოს მისი მოვლა და მოშენება და მოფერება და თავისი კულტურა იქ ევროპაში სხვანაირად დადის ფრინველს რომ მოკლავენ, პატივს მიაგებენ იმას რიტუალებს ატარებენ ხო მთელი ამბავი და ჩვენთან ოდიში და გადააждდებიან ზევიდან სურათებს იღებენ აი ესეთ რაღაცები რო არ მოხდეს ხვალ ამიტომ შემოგვაქვს ეს ახალი წესები და ისინი რომ ამ ყველაფერს პატივი ვცეთ ეს ღმერთმა მოგვანიჭა და მოგცა ამის უფლება რომ გვენადირა და ოდითგანვე მოდის და იქნება და იქნება ისედაც ყოველგვარი კულტურა და განვითარება იწყება საიდან წმენიდან და დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი და უპირველეს ყოვლისა განვითარება აი ამ დიდი საქმისა ნადირობა არ მოყვები ახლა იმ ისტორიას როგორ გახდა წმინდანი ევსტათი პლაკიდა და როგორ დღეს არის ჩვენი ერთ-ერთი მონადირეების ხატად ქცეული და ბევრმა მოყვა და აღარ გავმეორდები ახლა ისევე მაგის მადლობა დღევანდელი დღისთვის და ერთი ეგიცოდეთ რომ მადლობა თქვენ მე როგორც კლუბის წარმომადგენელი ჩემს კლუბთან ერთად თქვენს მეგობრებთან ერთად ესე ვიტყოდი ყოველთვის გორჩი გედგებით და გავაკეთოთ ერთად კარგი საქმე როგორც დღევანდელი დღე ერთად სულ ერთად გაიხარეთ მადლობა გოგლი ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში ამ ლამაზ დღეს შევხვდით ერთმანეთს ასევე მინდა მაყურებელს უნდა უთხრა რომ გოგას არხი გამოიწეროს, იმიტომ რომ გოგა აკეთებს ყოველთვის ძალიან შემეცნებით, ძალიან ინფორმატიულ ვიდეოებს და არის ჩემი ძალიან კარგი მეგობარი, რომელიც ძალიან მეხმარება ზოგადად რომ განვითარდე ნადირობის კუთხით. შეგვეციოს დღევანდელი დღის ძალადამადლით ჩემო გოგა და გქონოდეს ყველაფერი კარგი. დიდი მადლობა ჩემო იკა, ძალიან გამეხარდა პირველ რიგში ის რომ პირველი შენ დამირეკე, ვინც დამპატიჟი აქვს, მიუხედავად ბევრი დაგირეკავდა კიდევ. დამირეკა, მაგრამ პირველი შენი ყავი, მე მინდა ყველას მოგილოცოთ. მე მინდა მთელ საქართველოს მივულოცოთ დღევანდელი დღე, ეს მარტო არა მონადირეების და არა მეთევზეების დღე არის, მე მინდა ყველა მთელი ქართლის და ქრისტიანობის მფარველი იყოს, მინდა ეს თათე რომელიც ეწამა ქრისტიანობისთვის. მიულოცო კლუბ მონადირეს, მიულოცო კლუბ ყველა კლუბებს ვინც წარმოდგენილია, ძალიან მიხარია რომ ბევრი კლუბი არის წარმოდგენილი, მიუხედავად იმისა რომ ბევრმა წარმომადგენელმა შეება ვერ შეძლოთ ეს ფიზიკურად ამ ეტაპზე ჯერ მოსვლა, მაგრამ დღევანდელი აქტივობა კიდე გრძელდება, ვიცი 3 საათზე მოვლენ ბიჭები, მე კიდე ბევრი აქტივობა გაქვთ დაგეგმილი, გილოცავთ ყველას და ყველაზე მთავარი რაც არის პირადად შენ კლუბი იბერია, ბევრი კლუბი კვალი, ლეგიონი, ყველა სილოტრო. ბაზიერი, ოჩოპიტრე, ძალიან ბევრი. და რა მომეწონა ყველაზე მეტად იცი? აი ეს კლუბები, რომლებიც ვეტერანები არიან, ესე რომ ვთქვა, ძველები არიან და ასე შემდეგ. და ვთქვა, არ უფიქსირდებათ აქტივობები. ბევრმა ახალგაზრდა თაობამ შეიძლება არ იცოდეს კლუბი ოჩოპინტრეს შესახებ, ხო? და კლუბი ბაზიერის შესახებ. მაგრამ დღეს კლუბმა იბერიამ ისეთი რაღაცა გააკეთა, რომ აი ახალი სიცოცხლე აჩუქა, ესე რომ ვთქვათ და წინა ფრონტზე გადმოიტანა ეს ყველა კლუბი და გააცნო ხალხს, რომ ეს კლუბები დღემდე არსებობს, დღემდე ჩვენთან ერთად არიან და მინდა ისიც აღნიშნო, რომ გოგა ხელაძე არის ყველა კლუბის საპატიო წევრი. მოდი ესე ვიტყვი. იმიტომ რომ ძალიან კარგი მეგობარია ჩვენი, როგორც სხვა კლუბების წევრების ძალიან კარგი მეგობარი და ძალიან ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი მე გოგას ხრიდან, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო. შენ. ამ კლუბებს ყველას წარმატებები იმ საქმეში, რასაც ქვია, ამ მიმართულების განვითარება, სწორი დანერგვა, არიან ახალგაზრდები, არიან პატარა ბიჭები, რომლებიც აი, შემოგვიერთდნენ კიდევ სტუმრები. გილოცავთ დღევანდელ დღეს. ხო, არიან ახალგაზრდები, რომლებიც დღეს არიან ჩვენთან ერთად, რომლებმაც უნდა ისწავლონ და დაადგინონ სწორ ჭეშმარიტ ნადირობებს, უნდა ისწავლონ თუ როგორი ნადირონ. ამ ყველაფრის ვიკეთებ ეს ჩვენი შეკრებები, რომ შემდეგ თაობას და მომავალ თაობას გადავცეთ ის ინფორმაცია და სწორი მიმართულები, რასაც კარგი ნადირობები ქვია, როგორც ნადირობენ ევროპაში და ბევრად განვითარებულ ქვეყნებში, ჩვენც მაგზას ვადგევართ და ნელა ეს სფერო ძალიან დიდ პოპულარიზაციას მოიპოვებს. აი ეს უბედური წარსული უნდა დავიწყო, სადაც ხდებოდა ძალიან ბევრი ბრაკონიორობა
სწორი ნადირობები, კარგი ძაღლებით ნადირობები, სწორი მიმართულებები, ამ ყველაფრისთვის კეთდება ეს ჩვენი ერთად შეკრება და გაერთიანება. ცუდზე დრო აღარ დავხარჯოთ, საუბარი ზედმეტია, გავაკეთოთ კარგი და დრო დავხარჯოთ იმისთვის, რომ კარგი გავაკეთოთ. ეს ყველაფერი კეთდება, წეგან ბიჭებთანაც ქონდა საუბარი, რწმენით იწყება ეს ყველაფერი და დღევანდელი დღის ძალა და მადლი შეეწიოს ყველა მონადირეს და სრულიად საქართველოს. გილოცავ კიდე ძალიან გაიხარეთ. გაიხარეთ, დიდი მადლობა. მოგესალმებით, ბრწყინვალე დღე არის ნამდვილად. საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო დღეა აი ესეთი ადამიანების, ვინც ამ ხობით არის დაკავებული. თურმე დიდი ტრადიციები არსებობდა ძველათაც, წინვადე ეს პლაკიდა იყო ფარველი მონადირეების მებრძოლების და დღეს 3 ოქტომბერი აი ესე პირველად მე მგონი აღნიშნავთ ფართომასშტაბიანად შევიკრიბეთ სამეგობრო, სანაცნობო ადამიანები და ვიხარია, მოკლედ აღნიშნავთ. გილოცავთ ყველას, ფარავდეთ. დღეს ძალიან კარგი ლამაზი დღე გვაქვს. თან განსაკუთრებით საინტერესო იმით არის, რომ ბელგიიდან ჩვენი მეგობარი კლუბიდან ჩამოვიდნენ ჩვენი მეგობრები, რომ ჩვენთან ერთად გაიზიარონ ეს დღევანდელი ლამაზი დღე. ბატონი საიმონი და ქალბატონი როუზი. We are really glad to be invited today in this special day for the hunting club of Iberia. Yes. And we are, it's something also very special for us in Belgium because there is a big tradition of hunting, and to see this kind of special day, especially in this wonderful country in Georgia, we are really happy to share this with this all very nice people, especially with Gia, who is our Thank you very much. very special friend, and we are glad to be your part of this special day with you. So thank you so much. Didi Madloba. You're welcome. Thank you for coming us. Thank you, Gia. Thank you. ჩვენი დღევანდელი დღე თითქმის დასასრულს მიუახლოვდა. ძალიან კარგი დღე გამოგვივიდა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მონადირეებს, რომლებიც მოვიდნენ ამ მონადირეებისთვის წმინდა დღეს. 3 ოქტომბერი დღეიდან ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ ყოველი 3 ოქტომბერი აღინიშნოს ესე მასშტაბურად საქართველოში. ყველას გისურვებთ წარმატებას, ჯანმრთელობას, წარმატებულ ნადირობას და რაც უფრო მეტი მონადირეები იქნებით საქართველოში გაერთიანებული და იქნება კლუბების გაერთიანება, საქართველოში ცნობიერების დონე ნადირობის კუთხით იქნება ამაღლებული და ერთად გავაკეთებთ კიდევ ძალიან ბევრ კარგ საქმეს. ალბათ დროებით მომავალ შეხვედრამდე.